რატომ ხარ ემიგრაციაში? ძალიან ბევრი გულის ტკივილი განვიცადე, სანამ ამერიკაში წამოვიდოდი. ვინმე დაგარტყავდა და ამერიკაში გაგაფრენდა. ეხლა მით უმეტეს ძალიან მინდა რომ ჩემს შვილთან ვიყო. მამას რო ონლაინ გაიგე პირველად, ეს ძალიან რთულია. იყავი მიხეილ სააკაშვილის პირადი მიმტანი და ბადრი პატარკაციშვილისთვისაც გიშლია სუფრები. სამწუხაროდ მე მის 40-ს ვიმუშავე. კონსპირაციული ამბები ხო არ გამოგიტანია? ტიპსებს ჩვენ ხო ჩაივიეს ვეძახდით საქართველოში რა. დადიოდა და ჩაის უყეთავდა ხოლმე. თურმე ეგონა. ფსიქოლოგის კაბინეტში საჭირო იყო რომ ამოვიყო თავი. ფსიქიატრის. აღიქმები საქართველოში ერთ-ერთ ძვირადღირებულ ფოტოგრაფად. მართალია თუ არა? ცნობად სახეებზე განსაკუთრებით ამ ჰოლივუდი და ასე შემდეგ. მანამ სანამ ამ მომენტამდე მიხვალ იქ საათებით გახარ და შეიძლება ღამე გაათიო. შეეული ფოტო აი რომ დააკლიკე რილაქს და რომ მიხვდი რომ გუშინ მაგალითად მანჰეტენზე ვნახე გატესტეს პირველი საჰაერო ტაქსი ნახე? როგორ ფიქრობ რა არის ის დეტალი რაც კარგ ფოტოს დიდ ფოტოდ აქცევს? ღობეები ადრე იყო გამჭვირვალე, მეზობელი ყველა ერთმანეთს ხედავდა და სხვანაირი სიყვარული ქონდათ. ეხა ყველამ გალავნები ამოაშენა. კადრში სიმეტრია უფრო ხიბლავს თუ ასიმეტრია? ესე იყო ხის ვისილი გადებული, მთელი სოფელი მოდიოდა ხოლმე კასანდრას საყურებლად. მე არ ვარ არავის ქორწილში ნამყოფი, არავის ფაქტურად დაბადების დღეზე. არასდროს არსად არ ვარ ნამყოფი. მე ცეკვავდი სხვათა შორის, რაოდენ გასაკვირის არ უნდა იყოს. ჯერ მაყურებელმა არ იცის რომ იოგაზე დადიხარ.